ტელეკომპანია დია ოფიციალურად გრანდიოზული ფეიერვერკის ფონზე გაიხსნა. ლენტი არხის ხელმძღვანელობამ გაჭრა და საზოგადოებას შენობის ინტერიერი დაათვალიერებინა. ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ მედია ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებსა და მიმართულებებს. ასევე ტელევიზიასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები უშუალოდ არხის 100%-იანი წილის მფლობელისგან გურამ გოგოლაძისგან მიეღოთ. გარდა თანამშრომლებისა და გადაცემების შინაარსის გაცნობისა, დიას დირექტორი მოწვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმზეც ესაუბრა. მემორანდუმის შესახებ ვიწვიდი ბუნებრივია და ალბათ უფრო მომავალში ბევრი საერთო გაქნება. ტელეკომპანია NGO სექტორის გარდა ახალგაზრდულ ცენტრებთან, კულტურულ, ასევე სპორტულ დაწესებულებებთანაც ითანამშრომლებს. მოსახლეობას უფრო მეტი საშუალება ექნება მეტ გადაცემას უყუროს, მით უმეტეს, როდესაც გუნდი დაკომპლექტებული ამისთანა კარგი სპეციალისტები. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეგიონი, როგორც ეგეთი შიდა ქართლი არ არის, ასე ვთქვათ, გაფუფუნებული სიახლეებით და ასეთი მიდგომით, როგორც ტელეკომპანია დიამ თავის პრეზენტაციაში გააკეთა. ძალიან სასიამოვნოა, დია ესე აქტიურად დაიწყო, მოგწევა თავის საქმიანობა რეგიონში. რაც მნიშვნელოვანი არის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით. მინდა წარმატებულს ვუხდიას იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც დაგეგმილი აქვს და განსაკუთრებით შემოგვიყვება აღნიშნული, რომ ამ პროექტის თანაავტორები არიან ინდის დემოკრატიის სკოლის 3 კურსდამთავრებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ნამდვილად ობიექტური ტელევიზია და არ იქნება არც განწყობილი. პრეზენტაციაზე მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში მოსახლეობის ინფორმირებულობაზე გაამახვილეს ყურადღება. დიას მიერ არჩეული მიმართულება მათ საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლისთვის საჭირო და აუცილებლად მიიჩნიეს. პირველ რიგში მინდა მიულოცო ამ ტელევიზიას დღევანდელი დღე. ჟურნალისტიკა ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცხოვრებაში და სახელმწიფოების ცხოვრებაში. და მოლოდინი გვაქვს ჩვენ, რომ იქნება ერთ-ერთი ობიექტური ტელევიზია, იმიტომ რომ მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან მედიას საერთოდ, რათა აკონტროლოს პირველი 3. აქედან გამომდინარე, დღეს რეალურად რომ თქვა, ცოტა დეფიციტი გვაქვს ობიექტურ გაშუქებასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ამ ტელეკომპანიას და მის ხელმძღვანელობას უსურვებდი, რომ სწორედ თავისი ობიექტური გაშუქებიდან გამომდინარე ყავდეს მაყურებელთა სიმრავლეც, გადაცემების სიმრავლეც და სიმპათიებიც. ტელეკომპანია დიამ გადაცემების ჩაწერა უკვე დაიწყო. არხის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში მაუწყებლობის დაფარვის ზონის გაზრდასაც გეგმავს. ჩვენ გვინდა რომ გავაშუქოთ ფაქტურად შიდა ქართლში მერინარე მოვლენები, ჩვენი გადაცემები იქნება არა მარტო პოლიტიკური, არამედ ახალგაზრდულიც, იქნება სპორტის, ყველაფერი უკვე წამყვანებზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად საინტერესო გადაცემებს გააკეთებენ ჩვენი წამყვანები. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დია საზოგადოებასთან შეხვედრებს პერიოდულად მოაწყობს და მაყურებლის შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მუდმივი განვითარების რეჟიმში იმუშავებს.